დოპლერზე ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვები. ტიტანიკის ჩაძირვამ დააფიქრა მეცნიერები თუ როგორ შეიძლებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება. შეგახსენებ, ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს დაეშვა პირველ მოგზაურობაში, ხოლო 15 აპრილს ღამის 2 საათზე ჩაიწირა აისბერგთან შეჯახების გამო. იმ დროისთვის მხოლოდ რადიო ტალღებზე მომუშავე საკომუნიკაციო საშუალებები არსებობდა, რაც არასაკმარისი და არაეფექტური აღმოჩნდა. შესაბამისად, მეცნიერები დაფიქრდნენ, თუ როგორ დაეხვეწათ კომუნიკაციის მეთოდები. შედეგად მივიღეთ დოპლერის ეფექტზე მომუშავე რადარები და სატელიტები, რომლებიც დღეს უზრუნველყოფენ უსაფრთხო გადაადგილებას არამხოლოდ საზღვაო, არამედ სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტისთვისაც. ასევე წარმატებით და ეფექტურად ვიყენებთ დოპლერის ეფექტს მედიცინაში, სისხლის მოძრაობის პარამეტრების ზუსტი შეფასებისთვის.